მოგესალმებით მეგობრებო ქუთაისი ვიზმის არხზე. მოგესალმებით. დღეს მე და გიორგი ვისაუბრებთ ქუთაისის შესახებ. ვიტყვით ალბათ ცოტა მინუსებსაც და ძალიან ბევრ პლუსებსაც თუ რატო გვიყვარს ქუთაისი და ვნახოთ რა გამოგვივა. ეს იქნება რაღაცა პატარა პოდკასტივით ქუთაისზე და ვნახოთ ბოლოში რა იქნება. და თუ თქვენ ამას უყურებთ, ესე იგი კარგი გამოვიდა. პირველ რიგში მოდი ის თქვათ, რომ გვიყვარს უპირობოდ. გამომდინარე იქიდან რომ გვაკავშირებს უამრავი მოგონება, ნოსტალგია და ასე შემდეგ. თუმცა არის ძალიან ბევრი რამ, რაც შეიძლება არ მომწონდეს რა. აი მე მოგონებაზე ვიტყვი, რომ ძალიან ცოტა მოგონება მაქვს ქუთაისზე, იმიტომ რომ თითქმის აქ არ მიცხოვრია. იმდენად ცოტა ხანი ვიცხოვრა, რომ არ მახსოვს, ანუ რაღაც 5 წელი ვიცხოვრა და იმ 5 წლის ასაკში მოგონებები დიდად არ მაქვს და მერეც ისე იშვიათად ჩამოვდიოდი ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად გონია, რომ ქუთაისი ეგეთია, რომ აი გითხრევს რა. თავისკენ მიყავ ხარ სულ და ბოლოს ისე მოხდა, რომ აი დავბრუნდი. აი რომელას ტაძარში ხარ, აი რომიდან რომ ჩამოვიდა სასულიერო პირი და დარჩა აქ. მართლა? მაგნიტის ძალა აქ იმას რა ქვია ქუთაისს. გურჯანაძეს აქვს ეგ მონაყოლი, რომ რომის პაპმა არა, რომელიღაც ერთ-ერთ მოსასულიერო პირმა საკმაოდ მაღალი იერარქიის კითხა, რომ ქუთაისი როგორი ქალაქიაო და რა თქმა უნდა კარგი და რომს ჯობიაო და მოუყვა შემდეგ ის სასულიერო პირი ამ ამბავს. ეხლა რომზე და ქუთაისზე არ ვიცი. რომი არის ჩემი ოცნების ქალაქი, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე საათით მოვახერხე ჩასულა და მართლა ძალიან საოცრება იყო, მაგრამ დავსწენ იმასაც, რომ იტალიაში ყოფნის დროს ქუთაისი ძალიან მენატრებოდა და ალბათ ეგ ძალიან კაი რაღაცაა რა, როცა შენი ქალაქი გენატრება, მაშინ როცა ხარ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში. ძალიან სასიამოვნო იყო იტალიური კილო და ქუთაისური კილო რომ ძალიან გავს ერთმანეთს. ჩქარლაპარაკი. კი, ანუ რაღაცნაირად მე მართლა მგონია, რომ იტალიელები და ქართველები ძალიან გავართ ერთმანეთს და გარკვეულწილად მგონია, რომ მაგიტომ მიყვარს იტალია ეგრე ძალიან, რომ რაღაცა მონათესავე სულს ვხედავ რა. იცი რომ ისინი საკმაოდ ჩვენსავე იმპულსურები არიან. კი, და ძალიან ტემპერამენტი და ყველაფერი და ძალიან მსგავსი გვაქვს რა. ჭამის სიყვარულიც მათ შორის განსაკუთრებით ქუთაისელებთან სიახლოვეს ვგრძნობ მაგ შემთხვევაში. მაგრამ სამზარეულოში ახლა ჯობი ვართ. აი შენ რა გიყვარს მაგალითად ყველაზე მეტად რა გიყვარს ქუთაისში? და რასაც ვაფასებ და რაღაც მგონია რომ სხვა ქალაქში შეიძლება აქვს და მე ობიექტური არ ვარ, იმიტომ რომ ქუთაისელი ვარ. მაგრამ მგონია რომ ურთიერთობები სხვანაირია ქუთაისში. კი, გეთახმებ. აი ხა წეგან სადაც ვიყავით. ჩარჩოები სადაც ვიყიდეთ. ადამიანს აი ესე ძალიან ალალად მოგვაწოდა ჩარჩოები და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ შეღებაში. და ძალიან სასიამოვნო იყო ეგეთი დამოკიდებულება რა. მე მაგალითად სიამოვნებს. კი, მე ვფიქრობ, რომ აქ არის უფრო აი უშუალო ურთიერთობები და უშუალო ხალხია რა. აი რაღაცნაირად შეგეძლია რომ ქუჩაში ვიღაცა გააჩარო, ვიღაცა შეგხვდეს და იმდენად უშუალოდ ელაპარაკო, როგორც რაღაც ნათესავს ან კარის მეზობელს ან ვიღაცას, ანუ ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ყველა რაღაცნაირად ნათესავები ვართ, ერთი დიდი ოჯახი ვართ. მგონია რომ ქუჩაში თუ ხარ და რაღაც რამე გიჭირს, ყველაზე ნაკლებად მარტო მაგალითად ამ ქალაქში ვიყავ. თუ ქალაქში ვიქნები, უფრო მეტი წინაღობა მექნება, იმიტომ აქ რომ მივიდე უცხოსთან და დახმაროთ. აი მე მაგალითად თბილისში მაქვს ყოველთვის შიში, როცა ქუჩაში ვარ, განსაკუთრებით ღამით. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქ. მიუხედავად იმისა, რომ კი, ცხოვრების დიდი ნაწილი იქ გავატარე, მთელი რავი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ახალგაზრდობა, ასე შემდეგ, ძირითადად თბილისში გავატარე რა. ახალგაზრდობა. ხო. და უფრო კარგად ვიცნობდი თბილისს, ვიდრე ქუთაისს და ხალხსაც. ალბათ იქ უფრო მეც ვიცნობდი გარკვეული პერიოდი, ვიდრე აქეთ, მაგრამ მაინც თბილისში ყოველთვის უფრო შეზღუდულად გრძნობდი თავს, უფრო დაუცველად გრძნობდი, უფრო მეტი შფოთვა მქონდა. ტაქსებზე ზედმეტია ლაპარაკი, არასდროს არ ვჯდებოდი ტაქსებში, თუ მარტო ვიყავი და ვიღაცა არ მახლდა. ვიღაცებს გონია რომ ეს არის რა ქვია შეიძლება ხო რაღაცა თბილისსაც ეგრე თვლიან, რომ თბილისი არის ურთიერთობა და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონია, რომ
ის ადამიანები ვინც ამას ამბობენ თუ ქუთაისში ჩამოვლენ და ნახავენ რომ ქუთაისი არის ურთიერთობა მე მაგას აღარ იტყვიან თბილისზე იმიტომ რომ თბილისში მგონია რომ უკვე იმდენად აირია ხალხი და იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი ხალხია და იმდენად სიჭრელეა რომ რაღაცნაირად ეგ იქნის დაუცველობის შეგრძნებას ზოგადად მე პირადად დიდი ქალაქებიც არ მიყვარს და დიდი ქალაქების მიმართ ცოტა შიში მაქვს ამიტომ ის რომ ქუთაისი არის კულტურის აკვანი და სილამაზე და არქიტექტურა და ჩაცმის კულტურა აქედან მოდიოდა და პირველი სკოლა ჯერ მარტო ორმა დაძმა ჯანელიძემ დაამთავრა გიორგი და ჯანელიძემ #გაცები მოკითხვა ჩამომთრეველი აქ ჩამომთრეველი თუ იმეს გინდათ აქვე რომში მოგზაურებ გთხოვთ მიმართოთ ჩამომთრევლას და გავახაროთ ჩვენი თამუნა ჯანელიძე ჩემთვის პირადად მოსაწონი ის არის რომ ეს ამაში ძალიან სუბიექტური ვარ და ეს შეიძლება ვიღაცას საერთოდ არ მოწონდეს მაგრამ რაღაცეები არის რაც ძალიან ახლოს მაქვს სახთანაც და დიდი დრო არ მჭირდება ერთი ადგილიდან მეორეში მისასვლელად ძალიან დიდი კომფორტია, აი უდიდესი კომფორტია ეგ მართლა. აი რაღაცა ქალაქში რომ გამოხვალ და მანქანას რომ გააჩერებ, შეგიძლია რომ მანქანა გააჩერო და ფეხით მოიარო ყველაფერი და არ გჭირდება რომ მუდმივად მანქანით მიხვიდე რაღაცა სხვა ადგილებში. უც გამოხვალ უბრალოდ სადღაც მიაჩერებ მანქანას და დარბი ხარ მე საქმეებზე ისე რომ აღარ ციკლები, იმიტომ რომ ძალიან ახლო არა და ძალიან მარტივად მისაგნებით. ზუსტად ეგ მომენტი რომ მარტივად ვაგნებთ რაღაცებს და მარტივად შეგვიძლია რაღაც მალე მივიდეთ რაღაცებთან არ ნიშნავს იმას რომ ტრანსპორტი არ უნდა მუშაობდეს 8 საათის მერე და ფორმალურად ნამდვილად მართლა რა ის 8-მდე მუშაობს 8-მდე ტრანსპორტი არის მანამდე ხო მანამდე ამბობენ რომ მუშაობს გადმოწამის თანახმად ქუთაისში ტრანსპორტი მუშაობს აი თუ მანქანა ყავთ ამ ქალაქში ძალიან რთულია გადაადგილდე საღამოს საათებში, აი 7 საათის მერე ძალიან რთულია გადაადგილება. ნუ ტაქსით შესაძლებელია, ტაქსები საკმაოდ მობილურად მუშაობენ. თუმცა არიან ხალხი და ალბათ ყოველთვის და ყველა ქალაქში იქნებიან და ყველა დროში, ვისაც ყოველთვის შეიძლება არ ქონდეს ტაქსის ფული ან არ ყავდეს მანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი როცა იცი რომ მუშაობს 11 საათამდე უნდა მუშაობდეს გამართულად. ქუთაისელს როცა გიწერს 98 წუთს მოსვლაში ყველა ქუთაისელმა იცის ეგ რომ 98 წუთში შესაძლებლობა გაქვს ფეხით ერთი ადგილიდან ნებისმიერ ადგილში მიხვიდე. შეიძლება მთელი ქუთაისი მოიარო და მაგას არ ქვია მუშაობა. კი. აი ან ეგ 98 წუთი ხშირ შემთხვევაში იმას ნიშნავს რომ რეისი უქმდება და არ მოდის. კი, ეგეთი ხშირად ყოფილა ეგეთი ფაქტებიც, ასე რომ ეგ მართლა ძალიან დიდი მინუსია და მე მგონია რომ ღამე ჩეულებრივად რომ მუშაობდეს ტრანსპორტი, ბევრად უკეთესი ცხოვრება იქნებოდა ქუთაისშიც უფრო განვითარებულს გულისხმობ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ადრე მთავრდება. აი მაგალითად ქუთაისში გამოხვალ 6 საათის მერე, შეიძლება 5 საათის მერეც გარკვეული რაღაცები აღარ არის რა, ანუ იხურება გარკვეული მაღაზიები, ბაზრები, რა ვიცი, ანუ კაფე-ბარები ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მაგ დროს, მაგრამ რა ვთქვათ, რომ ღამის ცხოვრება ქუთაისში არსებობს, რეალურად არ არსებობს იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის და ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მე ტაქსებით იაროს რა. ჩვენთან მე მგონი საღამოს ცხოვრებაც აღარ არის. საღამოს ცხოვრებაც არ არსებობს. კი, გუშინ ჩემს იმას ქეთის, ჩემს მეგობარს, ჰაი ქეთი. ვთქარი რომ მეთქი საღამოს გნახავ თქო და საღამო იგულისხმება წესით ესე 7 საათისკენ და მაინც რომლისკენ და ესე 4-5-ისკენ მეთქი და ეგ არის გოგო საღამო და მე ქუთაისის დროით საღამოა, იმიტომ რომ 4-5 საათი არის ქუთაისში იდეალური დრო თუ გინდა რამე მოასწრო და მე სახლში ტრანსპორტსაც გაყვე. ხო, კაფე-ბარებს რადგან შევეხებ, ბარემ მაგასაც ვიტყვი რომ აი მე ძალიან მიყვარს მართლა კაფეებში სიარული ძალიან რა გაბაკეთო აი ეგ ჩვევა ვერ მოვიშალა რომ კაფეებში სიარული გადამიყვარდეს რა მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს და არ არის მოსაშლელი ქუთაისში ვფიქრობ რომ ქუთაისმა ხელი შემიწყო მაგ მის განვითარებაში იმიტომ რომ იმდენად კარგი ბევრი კაფე გვაქვს ძალიან კარგი სტაფით მომსახურებით საჭმელებით მით უმეტეს გარემოთ ინტერიერი იმდენად კარგად არის შექმნილი მუსიკაც თავისთავად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს მუსიკას მაგაში რომ არ ვიცი მაგ ხრი მგონია რომ თბილისს ბევრად ჯობი ვართ მიუხედავად იმისა რომ თბილისში ბევრად მეტი კაფე რესტორანია მაგრამ ამ ჩვენი მცირე რიცხოვანი კაფე რესტორნით მართლა ჯობი ვართ თბილისს
ანუ ხა თბილისი იმიტომ ვადარებ რომ უფრო ის დედაქალაქია და მაინც რაღაცა ყველას იქეთ მიუწევს გული თითქოს რა. არის ბევრი რამ თბილისში, რაც ძალიან კარგია და ამიტომ გვაქვს ეგ მომენტი რომ გვინდა რომ შევადაროთ იმას რაც უკეთესია. ბევრი რამე არის თბილისში ძალიან უკეთესი და გამართული. მიუხედავად იმისა რომ მაგალითად ტრანსპორტი. ყველაზე მეტად კივა ეგ რა. ტრანსპორტი. უტრანსპორტო მკივა რა. და მე მაგალითად ქუთაისში მაკლია მუსიკა. მიუხედავად იმისა რომ ქუთაისი მგონია რომ არის რა ვიცი მუსიკის შემოქმედების, ხელოვნების, ყველაფერი კარგის ქალაქი, მე მუსიკა მაკლია, თუნდაც ქუჩაში. ქუჩაში და არ ვიცი რატო არის ეგ, რატო ხდება ეგ, იმიტომ რომ ვიცი რომ ქუთაისში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომელსაც შეუძლია რომ თუნდაც ქუჩაში უბრალოდ დაუკრავს, იმიტომ რომ ქუჩაში შეიძლება აღმოგაჩინოს მე ისეთმა ადამიანმა, რომ რაღაცა გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიო. თუ არა და უბრალოდ შენ ჭიასაც გაიხარებ და ადამიანები გაგიცნობენ რა. ანუ სიამოვნების რაღაც ნაწილია. მე მაგალითად ზუსტად ვიცი რომ ქუჩაში მუსიკოს ძალიან სიამოვნებს, თუმცა ვინმე გაუვლის და მისი მუსიკა შეიძლება იცოდეს. კი. ქუჩაში გამვლელმა უბრალოდ. აი მაგალითად თბილისიდან ძალიან ბევრი ქუჩის მუსიკოსი მახსენდება, რომელმაც მე რაღაც წარმატებას მიაღწია, ან მე რა ისეთ ბენდში უკრავს, რომ იმ ბენდმა მიაღწია წარმატებას, უკრავენ ბარებში, ნუ ასე შემდეგ რა, მოკლედ ლოკალური მასშტაბით რაც შეიძლება წარმატებას აღწევენ. ქართული მუსიკის აი მასა რაც არის, მგონია რომ თითქმის ყველა ქუჩიდან დაიწყო. ქუჩაში დაკვირდნენ და მე ბარებში გადავიდნენ და მე უკვე სცენარს. ხო და აი ქუჩაში აქ ძალიან მაკლია მუსიკა რა და ამიტომ რომ მესმოდეს რა ვიცი აი თუნდაც ახლა ამ ლამას ბაღში ძალიან მოუხდებოდა რომ აქ იყოს მუსიკა პირველად რომ ჩავედი თბილისში და პატარა ვიყავი მამა ჩემო წამიყვანა თუ არ ვწდები პირველი ეგ ის სიახლის შეგრძნება იყო მეტროებთან რომ მღეროდნენ და ნუ მეტროთან მახსოვს პირველად ეხლა შეიძლება ყველა მღერიან მაგრამ ეგ მაკლდა აქ აი მე თბილისთან განსაკუთრებით მახსოვს რუსთაველის მეტროსთან ყოველთვის დგებიან ადამიანები რომლებიც ძალიან კარგად მღერიან ან უკრავენ და მაგის გამო ძალიან მიყვარს ხოლმე რუსთაველის მეტროსთან ჩავლა რომ ძალიან ბევრი ნიჭიერ ახალგაზრდას უსმენ ხოლმე მათ იშვიათად აქაც არის on ძალიან იშვიათად თუ შეხვდები სადმე ვინმე უკრავს ან მღერის და სულ ეს განათებული სახით ხვდები ხოლმე ძალიან მიხარია რა ვქნა ეგ არ ვიცი მე მგონია რომ ცოტა მენტალობის პრობლემა შეიძლება იყოს, რომ აი, რა ვიცი, იმის შვილი ქუჩაში უკრავდა გუშინ. აი, მგონია, რომ ეს ფრაზები ქუთაისი რადგან პატარაა და მართლა თითქმის ყველას იცნობს, მგონია, რომ ადამიანები მაგ ფრაზებს ერიდებიან, რომ აი, მე არ თქვან, რომ შენი შვილი ქუჩაში უკრავდა, ან იმის შვილმა ქუჩაში ფული იშოვა, იმით, რა ქვია, დაკვირით. ეგ მგონია, რომ ახდეს ცოტა გავლენას, თორე არ მგონია, რომ ბავშვებს არ უნდოდეთ. მცირებლად ითვლება, არ და 20-მდე დიდი მუსიკოსი შემიძლია ჩამოთვალო, ვინც ქუჩაში უკრავდა. აქვე გამოიწერეთ გიორგის არხი. მე არ მაქვს TikTok არხი. TikTok არხი ხო თუნდაც. ცუგოებს რაც მე მაგასაც ვიტყვი ცუგოებზე, რომ კი უნდა მოვეფეროთ, კი უნდა ვაჭამოთ და კი უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ამდენიმე უსაფარი ცუგარო არის ქუჩაში, აი არ ვიცი რა. მე მაგალითად ეს შეიძლება ცოტა ჩემს უვიცობასაც ნიშნავდეს, მაგრამ არ ვიცოდი თუ იტალიაში რო ჩავედი მოკლედ ტურისტულად არ ვიცოდი თუ იქ მიუსაფარი ცხოველები არ იყვნენ ქუჩაში რა. და პირველი რო ჩავედი, რაღაცა სენდვიჩი ვერ მოვასწარი კი არა და ვერ შევჭამე ბოლომდე და ვინახავდი იმ სენდვიჩს, რომ გზაში მიუსაფარი ცუგარო შემხვდებოდა, იმისთვის მეჭმია. მე ყველამ დამცინა, იმიტომ რომ თურმე იტალიაში მიუსაფარი ცუგო არ ყავთ. მე გამაგზავნა რამდენი მყავს მარტო უბანში. ხო, მეთქი რა ის კოლიზეუმი. მიუსაფარი ცუგოები არ ყავთ. უკრავ ჩემი ვნახე. მე რა უნდა ვნახავ, მიუსაფარი ცუგოები არ ყავთ. არც ფისოები სხვათა შორის. ფისოებზეც მეწყიდა მინდოდა დანა. ჩვენთან ძალიან ბევრი, აი რაც არ გვიჭირს. მიუსაფარი ცხოველები. აი სულ აი ყველა მიცი სიენციცი რო აი სულ ეფერებით რაღაცა თუ საჭმელი გვაქვს უყრით ეს ის მაგრამ მიუხედავად ძალიან არ მომწონს სულ მინუსებზე ვლაპარაკობ მაგრამ სიყვარული მოლაპარაკებს მინუსები ხო ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ გამოსწორდეს აქაურობა არ ვიცი როგორ გამოვასწორებს ჩვენი ლაპარაკი როგორ გამოვასწორებს მაგრამ ქუთაისისთვის ორივეს გვინდა საუკეთესო იმიტომ რომ ვიღაცამ თუ არ თქვა რა მინუსებია ეგრე
არ მგონია რამ გამოსწორდება რა. ხო, არ არის სწორი, მარტო პლუსებზე ვილაპარაკოთ, რაც ისედაც ცხადია. ასე პატარა ქალაქში რამდენიმე უსაფრად ძაღლია. პირველ რიგში ეს ეხება ხალხს რა. ჩვეულებრივ მოსახლეობას ეხება ეგ პირველ რიგში, რომ არ აიყვანოთ ჯიშიანი ძაღლები, თუ თქვენ არ გაქვთ საჭირო ცოდნა, საჭირო პირობები, მეტისები ბევრად ერთგულებით შეიძლება იყოს და ბევრად ჭკვიანებიც, აი რავი. არანაირი დიდი სხვაობა არა, თუ გიყვართ ცხოველი, იმასაც ჩვეულებრივად შეიყვარებთ და მგონია რომ უფრო მარტივად მოსავლელები არიან. მეტად ჰასკები რო აყავთ და ერთად ახიან ბინაში ამწყდებენ, ჰასკიც იტანჯება და ალბათ მე თქვენც დაიტანჯებით და მე უნდა გამოაგდოთ და არ ვიცი, მაგაზე საშინელება არ ვიცი. რაღაც პერიოდი იყო, აი ჰასკები იყო, აი როგორ თქვა, ტრენდული თუ მოდაში, აი ყველა მაგასთან იღებდა ფოტოს, რაღაცა ბევრმა აიყვანა. დღეს ქუთაისში რო გავივლი, ძალიან ბევრ მინუსაფარ ძაღლს ნახავ, რომელიც არის ჰასკი. ან ნაჯვარი რავი. მალამუტი შეიძლება შევხვდეს, ესე მინუსაფარი ძაღლი. მოდი ახლა დადებითებზე ახლა დადებითებს. აი მაგალითად მე გამოყოფდი კიდე იმას, რომ ძველიდანაც გამიგია, რომ ქუთაისიდან შემოდიოდაო, მოდაო და მე როგორც მოდის დიდი მოყვარული. ცოტა ის მაკლია, როგორ თქვა, მრავალფეროვნება. კაფეებში? ხო, კაფე რესტორნებში მრავალფეროვნება, ოღონდ რა კუთხით ახლა მეცა მაგალითად აქ ცოტა არის ადგილი, სადაც გაერთობი. სადაც მაგალითად იცეკვებ, სადაც კარგ მუსიკას მოусმენ. ბარები, რომელშიც, მაგრამ გვაქვს ბარები, მაგრამ კი, რავი, აი გონია ან არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, ან თან ძალიან ცოტა გვაქვს ესე მგონია. მადლობა ზიარებას, რომ ძალიან ბევრი ბენდი გვინახავს ორივეს და დღეს მე არ მქონდა ნანახი და ლაივში არ მომისმენია, წერილი დაუკრავს დღეს 8 საათზე ან 9-ზე. ზიარი არის, რავი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სივრცე ქუთაისში განსხვავებული, საჭირო და ალბათ რავი, ძალიან უნდა გაურთულეთ ზიარი ბარს, რომ დიდხანს იყოს და ძალიან კარგი ჯგუფები ჩამოყავთ. ლაივების მხრივაც მგონია, რომ ქუთაის მაგ მხრივ ძალიან უჭერს. ნუ აი აუცილებელი არ არის ახლა ვიღაცა ისინი ჩამოვიყვანოთ, ქოცმაცუნები, მაგრამ ყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჯგუფი, რომელსაც ქუთაისური ბენდები რამდენია. ხო, მარტო ქუთაისური ბენდებიც ძალიან ბევრია, მაგრამ ისედაც ზოგადად ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჯგუფი ყავს, რომელიც მგონია, რომ უარს არ იტყვის, რომ ჩამოვიდეს და მსმენელთა არმია, ასე ვთქვათ, გააფართოვოს. და მგონია, რომ არ ექნებათ პრობლემა ქუთაისში, რომ ჩამოვიდნენ, თუნდაც, რავი, თუ ფულზეა ლაპარაკი, რაც მგონია, რომ ისედაც არ ჭირს ქალაქში, თუ რავი, სახელმწიფოში. მან უკვე სახელმწიფო არ აფინანსებს კონკრეტულ ტიპებს, ვინც უკვე რომ გაგვიჭდა და იმის მამინდა, რომ აი თუ ვინმეს აინტერესებს და თუ ვინმეს გონია, რომ ქუთაისში усმენ მხოლოდ ბაფთიანი გიტარების პერიოდის მუსიკას, ძალიან ცდებით მაგაში. ქუთაისში საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს ხალხს, არის ძალიან ბევრს ვიცნობ და ძალიან ასაკის ადამიანებსაც კი შემიძლია თქო კი და ეგ კაფეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ, იმიტომ რომ მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ადგილას. გამოყოფა შეიძლება რამდენიმე კაფის, სადაც აი მართლა ძალიან გემოვნებიანი მუსიკაა. მინიარტი, აქვე ვიტყვი. თუ გინდათ ჩამთვალოს რეკლამა, არ კი არის რეკლამა, მაგრამ აი რა, მინიარტს გაუმარჯოს და იმ კონკრეტულ იქ მომუშავე ადამიანს, რომელიც თავს მაგ სიმღერებს. კი, აი. და მეორე მის მეწყვილე გოგონას ვეტყოდი, რომ ნუ ეჩხუბებით მაგაზე ჩართოს ხოლმე. აი, ორივე მაგან გაგვიელო ახლა აი მაგ კაფემ. და კიდე შემიძლია გამოვყო არ ვიცი ეს ადამიანი კიდე მუშაობს თუ არა იქ. მაგრამ ფლაფი თეთრიდან არის და ყოველთვის კარგი მუსიკა აქვს, ნუ როცა ჩვენ ვიყავით, ყოველთვის კარგი მუსიკა იყო. გულისხმობთ ალტერნატიულ როკს კერძოდ. ხო, ეხლა ანუ რაც შეურაცხყოფას არ ვაყენებთ არც ბაფთიან გიტარას და არც ძველ ქართულ სიმღერას, მით უმეტეს რომ იშხნელების ფონზე ვხედავთ და ჩვენც ორივეს დააგვიყვარს რაღაცა რავი 60-იანებიდან მოყოლებული ნებისმიერი ჟანრის სიმღერა ქართულიც. მაგრამ მარტო ის არ არის ხო, ანუ არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაისში არ აქვს მუსიკალური განსხვავებული გემოვნება და არ უყავს სმენელი აქეთ რა. და მრავალფეროვნებას ეხება ეგ რომ აი არ არის ერთი მასა არ არის რა, ძალიან
ბევრგვარი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი გემოვნების და ხო, აი მრავალფეროვნებაში სხვა შორის ეგეც მქონდა, რომ მაგალითად არ გვაქვს ადგილი, სადაც მხოლოდ ჯაზს უკრავენ, არ გვაქვს ადგილი, სადაც მხოლოდ როკს უკრავენ, ან მსგავსი ტიპის, რომ აი კონკრეტული გემოვნების ადამიანს მოერგოს რა. კი. ეგ ჩავთვლი, რომ მაშინ გვექნება ძალიან მრავალფეროვანი კაფე რესტორნები, თუ ეგ ყველაფერი გვექნება. არა და მგონია რომ ქალაქი მაგისთვის ზადაა. ზუსტად ერთი კვირის წინ ვიღაცა მეკითხა ქუთაისის ჯგუფში, რამდენად საერთო აი ჯაზ კლუბი რო გაიხსნას, მხოლოდ ჯაზ დაუკრავენ და მსგავსი კაფე. მგონია რომ ზადა შეიძლება და არც არის საჭირო რომ ყველას უნდოდეს, ან ყველა თანახმა, ან ყველა მიუცვლელი არ არის საჭირო ჩემი აზრით. ხო, შეიძლება რომ რაღაცა ერთ საღამოს მაგალითად 50 ადამიანი ვერ მივიდეს, მაგრამ რა შეიძლება მივიდეს 10 და იმათისთვის ძალიან ძვირფას და ღირებული იყოს იქ ყოფნა რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისო დაკავშირებულია ხარჯებთან და ასე შემდეგ. თუმცა მგონია რომ სადღაც არის რა მაგის საშუალებები. იმას ვიტყვი კიდე რომ ქუთაისში არ გვაქვს გასართობი ადგილები. ჩემი აზრით, რავი, აი გამიგია რომ გვაქვსო ბილიარდიო და ერთხელ ჩავედი მაგ საბილიარდოში და ისეთი სუნი იდგა რომ ეგრევე ამოვბრუნდი. აი აქვე ქალაქში. ეხლა არ ვიცი, იმის მერე მე მათ ფეხი არ ჩამიდგამს. ნუ მარტო საბილიარდოც არ არის რა. რაღაცა სხვა ადგილები, გასართობი ადგილები ძალიან კაი იქნება რომ გქონდეს. არ ვიცი. მე მგონი უკვე ჩვენ საციგურაო მოედანიც არ გვაქვს, იმიტომ რომ ის რომ ჩაიფუშა, არ ვიცი აფუშეს თუ არა. როგორც ვიცი, რამდენიმე წელია უკვე ყინული ვეღარ იკავებდა თავის მდგომარეობას და ძალიან მინდა კიდე აქ რო იყოს სარეკრეაციო ზონა. დედაინის პარკის გავს. ხო, აი, რაღაც აი ამ პარკში ხა მაგალითად არის მინდვრები, მაგრამ ამ მინდვრებს როგორც ვიცი არც გადასვლა შეიძლება და მით უმეტეს არც რაღაცა პიკნიკის მოწყობა და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ესეთი ადგილი გვაქვს ქუთაისში, სადაც შეიძლება მსგავსი სივრცე გაკეთდეს. მაგალითად პარლამენტის ტერიტორიაზე იმდენად დიდი სივრცეა, რომ მან დრო ცოტა პატარა ადგილი გამოიყოს მაგას რაღაცა საპიკნიკე ადგილს ასე ვთქვათ, ძალიან კაი იქნება. როგორც აკეთებენ და ძალიან მისასალმებელია ეგ მაგასაც. თუ მაგას გააკეთებენ, ძალიან კაი იქნება კი. ასევე ის პარკი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, ეგეც როგორც ვიცი რემონტშია და ნუ მან დრო გამოვა საბოლოოდ არ ვიცი, მაგრამ ნეტა რამდენი წელი იქნება. არ ვიცი, რავი, აი ამ პარკს იმდენი ხანი აკეთებდნენ, რომ არ ვიცი. ყველაფერზე იმ დოლაბარაკობ თან კიდე რომ სადაც რაღაც მილიონები ნაძვის ხეებზე იხარჯება და ასე შემდეგ. მგონია რომ იმის სახსრებით გამოიძებნება რომ გაიხსნას ეგეთი კაფეები როგორც ჩვენ საუბრობთ. ხო, იცი რა, შეიძლება ცოტა ის იყვნენ, ანუ ხალხმა შეიძლება ცოტა იუცხოს თავიდან რა, იმიტომ რომ რაღაცა რუტინას რო ხარ მიჩვეული და ერთი და იგივე რაღაცას, მე შეიძლება განსხვავებული რაღაცის მიმართ ცოტა გულგრილი იყო, მაგრამ მე მგონია რომ ხალხი ძალიან შეეჩვევა რა. რაღაცა სიახლე რო იქნება, შეიძლება თავიდან დააინტერესონ, მე რაღაცა ერთხელ მოხვდნენ და მე იმდენ მოეწონოთ, რომ სისტემატიური სახე მიეცას იქ სტუმრობას. ამიტომ რავი, მე მგონია რომ ცდად ღირს რა. ზოგადად მგონია რომ ცდად ყველაფერი ღირს და არ ვიცი, მივესალმები რაც უფრო მრავალფეროვანი გახდება ქუთაისი ნებისმიერ რამეში რა. ანუ ბოლო-ბოლო ხალხო არ გვაქვს ადგილი, სადაც კაცები ჩამოვლენ და ლაივს გააკეთებენ რა. გვაქვს სივრცე, ანუ მესხიშვილის თეატრი. ეს თეატრი არის რავი, ერთ-ერთი უძველესი თეატრი და ამ თეატრმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ზოგადად თეატრალური ცხოვრების განვითარებაში საქართველოში და მან ერთხელ ვიყავი სპექტაკლზე და გავიყინე. ანუ იმის მერე უბრალოდ ვერანაირად ვერ წავალ ზამთარში სპექტაკლს ვერ დავესწრები, იმიტომ რომ დალურჯებული გამოვედი იქიდან. ზაფხულში კიდე გასანიავებელი არ აქვს და ანუ ვერ ანიავებენ და კონდიცირება არ აქვს, ანუ არაფერი არ აქვს რა. და რა ვიცი, აი მე პირადად კაცების გამოც ძალიან მტკივა, იმიტომ რომ ქუთაისში კაცები ლაივი ვერ ეწყობა. მაგრამ ისედაც რომ დაუკვირდებით რომ არ გვაქვს ყველაფრით უზრუნველყოფილი სივრცე, ძალიან გულდასაწყვეტია. მანდ მაქვს ოპერის იმედი თუ ოდესმე დასრულდება მაგის რემონტი იქნებ რაღაცა. არ ვიცი, რამე კარგი მოხდეს მანდ, არ ვიცი. თან ხო ყველა მისით რის იმატარებელია ეს ქალაქი რა, ხელა აი ბექგრაუნდი აქვს. ორმაგად გულდასაწყვეტია მე ეს ყველაფერი და ორმაგად უფრო გეჩხირება თვალში, დაუარცხნელად. აი ჩვენ კიდე ისე ვლაპარაკობთ რა, მაინც ეს სიყვარული ხო, ეფემიზმები და ასე შემდეგ და ცოტა დაუარცხნელად და მკვახეთ რომ ილაპარაკო ძალიან ბევრი რამე ამ ქალაქში ცუდ მდგომარეობაში, რაც ამ ქალაქის ბრალი რა. სამუშაო ადგილები, არ ვიცი, ანუ ერთად სამუშაო ადგილები ალბათ რაც
სახელმწიფო არ არის და ისე შეგიძლია რომ დასაქმდო და ბევრი არის ეგეთი არის კაფე რესტორნებში. იმიტომ რომ ეგ მართლა ძალიან ბევრი გვაქვს ქუთაისში და შესაბამისად სტაფით ძალიან ხშირად ჭირდება, მაგრამ ისე აი მანდაც ძალიან გვიჭირს მრავალფეროვან სამსახურებში. ანუ მე მაგალითად როგორც გრაფიკოს დიზაინერს აქ თითქმის არ შემხვედრია ჩემი პროფესიით სამსახური და დისტანციურად ვცდილობ რომ ვიყო ისევ თბილისში. ანუ არ არის, იმიტომ უწევთ ადამიანებს ახალგაზრდებს აქედან წასვლა, რომ ფიზიკურად არ არის სამუშაო ადგილები და ხო გინდა რაღაცაირად თავი ირჩინო, როგორღაც გინდა რომ ის 4 წელი თუ 6 წელი თუ რამდენი წელიც ისწავლე პროფესიაზე, გინდა რომ იმ პროფესიით იმუშაო რა. ანუ მაგიტო უწევთ ადამიანებს აქედან წასვლა, თორე თითქმის ყველა ქუთაისელი ვინც შემხვედრია, ოცნებობს ქუთაისში დაბრუნებაზე. იმდენად უყვართ ეს ქალაქი და აი მართლა ქუთაისში თუ ერთხელ გაიარე, ქუთაისელიც რო არ იყო, მე რაღაცა სულ გაქვს მოთხოვნილება რომ დაბრუნდა ქუთაისში. იმიტომ თითქმის ყველა ადამიანმა ვისაც ქუთაისთან შეხება ქონია, იცის რამდენი სიმსახურებს ეს ქალაქი და აქედან გამომდინარე მოყვება ყველაფერი, მოყვება სიტყვის ყველაფერი ის რაც ახლა ვთქვით ჩვენ. ხო, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ქუთაისს და ძალიან დიდი მომავალი აქვს თუ ცოტათი მაინც მიეხედება რა. აი, უბრალოდ უნდა ყურადღება უნდა მიექცეს და ვიღაცა ისეთი უნდა ყავდეს, ვისაც მართლა უყვარს ეს ქალაქი და ვისაც ამ ქალაქზე გული შესტკივა. და რა ვიცი, მართლა ძალიან კარგი ქალაქად იქცევა და მე რა ის თბილისი და რა ის ბათუმი და რა ის რამე. შეურაცხყოფად არ ვაყენებ არც ერთ ქალაქს მართლა უბრალოდ ამ ხელა კონტრასტი არ უნდა იყოს ასე პატარა ქვეყანაში. ერთ ქალაქში როცა ძალიან ბევრი რამე ადამიანურ და ყოფით მიზეზებზე ვსაუბრობთ, ეს შეეხება ტრანსპორტი და ასე შემდეგ. განა რაღაცა ისეთი მოთხოვნები არ ჩვენა როგორც უბრალოდ არ შეიძლება ამ ხელა კონტრასტი იყოს სხვადასხვა ქალაქებში ასე პატარა ქვეყანაში. ხო, ანუ თუ 3 საათში ვართ თბილისში მაგალითად რავი, რატო არ შეიძლება რომ რაღაცა მსგავსი სიტუაცია იყოს განვითარების მხრივ, რა თქმა უნდა. მაგრამ ისიც ცოტა ის არის, რომ თუ ქუთაისი ძალიან განვითარდება და ძალიან გაიზრდება, მე მაქვს იმის შიში, რომ ის ზუსტად თავში რაც ვთქვით, რომ უშუალო ურთიერთობა და ქუთაისი არის ურთიერთობა და ქუთაისი არის სიყვარული, მე შენია, რომ დროთა განმავლობაში ეგ არ დაიკარგოს, მაგრამ რა ვიცი, განვითარება ყოველთვის საჭიროა და ვიმედოვნებ, რომ განვითარებას კარგი რაღაცების დაკარგვა არ მოყვება. იმაზე ყველათან ხდება, რომ აი ყოფითი რაღაცებაც მართლა ის მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ და საარსებოდ, რომ ესენი მაინც უნდა იყოს რა მოწესრიგებული. ამასობაში მე მგონი ძალიან მოგამდა. ჩვენ გვშია, გვცივა, ხელები გაგვეყინა. ესეთები გაზაფხულზე ჩავწეროთ ხოლმე კაი აიდები რომ იქნება თორე იმასკენ მივეყინეთ ამ სკამებს. ხო და საბოლოოდ რა ვიცი რაღაცა ის თქვა. ბედნიერ ნოტაზე დავამთავროთ მოდი და მე ვიტყვი რომ ქუთაისი ესა ძალიან რო არ მყარებოდა ალბათ არ გადავდგამდი იმ ნაბიჯს რომ აქეთ გადმოვსულიყავი და აქ წამომეწყო რაღაცეები და აქ დამეწყო ჩემი მომავლის აწყობა. არის ქალაქები სადაც ალბათ მომავალს ვერ დავგეგმავ იმის გამო რომ ძალიან არ მიყვარს ეს ქალაქი, მაგალითად ნიუ-იორკი. მან არც მაქვს შესაძლებლობა ალბათ, მაგრამ ანუ აი არ მიყვარს ნიუ-იორკი და არც ვეცდებოდი რომ მათ მომავალი ამეწყო როგორმე და ქუთაისი აი არ ვიცი ძალიან მიყვარს ქუთაისი ყველა ნაბიჯი რომ დავდივარ ყველაფერი რასაც ქუთაისში ვუყურებ რავი აი ყველა ხე და ყველა მინდორი ძალიან ძვირფასია და ძალიან მიყვარს მართლა გულით და სულით ვამბობ ამას და ძალიან ის მაქვს რომ აი სულ ვუფრთხილდები ხოლმე ვუფრთხილდები ქუთაისის იმიჯსაც ვუფრთხილდები ქუთაისში ნებისმიერ რაღაცას ანუ ვცდილობ რომ არ დავაზიანო არაფერი მაგრამ მაგას ისედაც ყოველთვის ვცდილობ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაგრამ ქუთაისში უფრო რაღაც განსაკუთრებული სიტყვით ვეპყრობი ყველაფერს რა იმიტომ რომ სიყვარულიდან მოდის ეგ ყველაფერი და რამეს თუ ისეც ვამბობ რომ აი ქუთაისში არ ვარ გაეს და ქუთაისში გამოსასწორებელია ეს მხოლოდ იმის გამო ვამბობ რომ მიყვარს ქუთაისი და მინდა ქუთაისის განვითარება და არა იმიტომ რომ დავაკნინო ხო საბოლოოდ რა შეიძლება თქვა არ მგონია რომ ქუთაისელებს ქუთაისი არ უყვარს ჩემი აზრით ძალიან უყვარს ვიღაცებს იმდენადაც უყვარს ობიექტურობას უკარგავთ შეიძლება მაგრამ თხოვნა მაქვს ისეთ რომ ანუ გამოხატეთ ეგ საქმე ყოველდღიურობაში შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი ქალაქის სიყვარული
ეცადეთ რომ მხოლოდ კი არ გიყვარდეთ, მოგწონდეთ კიდევაც ეს ქალაქი რა. ნუ მაგალითად ძალიან მინდა რომ მომწონდეს. მიყვარს, მაგრამ ბევრი რამე არ მომწონს ამ ქალაქში და ძალიან მინდა რომ მომწონდეს. გამოიწერეთ ეს ახი. ხო, იმედია ძალიან საინტერესოდ წავა ჩემი ეს კონტენტი ამ არხის და იმედი მაქვს რომ ჩემი არხი წარმატებას მიაღწევს იმდენად რომ ბოლოს აღმოჩნდები სანატრელ ფულ პოდკასტში და იქ შესაძლოა ვიკენწლო რაღაცების გამო, მაგრამ მე მზად ვარ მაგისთვის. მზად ვარ რომ მახარას დამუპირისპირდე. ასე რომ გამოიწევეთ არხი რომ მე მოვხვდე ფულ პოდკასტში.